დღეს 24 აგვისტოს, სულთმოფენობის დღესასწაულიდან მე-11 კვირას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და აუნეტარესმა ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი-მღვდელმთავრებთან ერთად საკვირაო ლიტურგია აღავლინა. წირვის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მწყემს მთავარმა დალოცა სრულიად საქართველო და მრევლს ქადაგებით მიმართა. მისმა უწმინდესობამ ადამიანთა მხრიდან სასწაულის გამუდმებულ ძიებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ღვთის ყველაზე დიდი სასწაული თავად მისი ქმნილება ადამიანია, რომელსაც შეუძლია ჯოჯოხეთში ჩასვლაც და უზენაესამდე ამაღლებაც. საქართველოს ეკლესიის საჭირპყრობელმა სამწყსოს 90 და 50 ფსალმუნთა ხშირი წარმოთქმისკენ მოუწოდა. სახელით ამავისათა და წისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთს. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანები ამბობენ, რომ აი სასწაული რომ მეხილა მენახა მე ვიწამებდიო. ყოველ დღე ვხედავთ ჩვენ სასწაულსა და ვერ ვხედავთ ამავე დროს. ჩვენ არ ყოფნის ჩვენი გონება, ჩვენი სულიერობა. ამიტომ ეს ყველაფერი მიგვაჩნია ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად. ადამიანი ურთულესი ბუნების მქონე არის და თვითონ ადამიანი არის უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერ ახსნის ვერც ერთი მეცნიერი. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთამდე და ავიდეს ღმერთთან. შეიძლება იყოს ცოდვილი თავისი მოქმედებით, მაგრამ იმდენად შეიცვალოს მისი ბუნება, მისი სული, რომ გახდეს ანგელოსთან სწორი. ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა მარიამ ეგვიპტელი და მრავალი სხვა წმინდანი, რომელიც ჩავარდა სოდვაში და უფლის წყალობით და თავისი მოღვაწეობით ავიდა ზეცას, ავიდა ისე მაღლა, რომელსაც ჩვენ ვერ ავდივართ, ჩვეულებრივი ადამიანი ვერ არის. ნათქვამია სახარებაში მაცხოვარი ამბობს, ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და გავიღოს თქვენ. უფალმა იცის ჩვენ რა გვჭირდება, ამიტომ დგება კითხვა, თუ უფალმა იცის, რატომ ამბობს, რომ ითხოვდი და მოგეცეს თქვენ. საჭიროა ორმხრივი სურვილი, საჭიროა ადამიანის სურვილი და განცდა თვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა თვისისა. აი ამიტომ ეს
რაკვა უნდა იყოს ორმხრივი. მე არაერთხელ მithქვამს, აი ეს ენერგია ღვთაებრივი და ენერგია ადამიანური უნდა დავახლოვდეს ერთმანეთს და შეესწროს. აი ამ შემთხვევაში აი ეს შეერთებული ენერგია გვაძლევს ჩვენ სასწაულებს. მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს ყოველ ჩვენთაგანს და უნდა ითქვას, რომ თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, თუ ადამიანს გააჩნია სურვილი, რომ უნდა აუცილებლად ცხოვრდეს, ის ცხოვრდება. თუ ადამიანს გააჩნია სიყვარული, თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისთვის, ის აუცილებლად გამარჯვებული იქნება ყველგან. აი სულ რამდენიმე დღის წინ, სულ 3-4 დღის წინ მოხდა ასეთი შემთხვევა. ჩვენ საპატრიარქოს დაცვის ბიჭები იდგენ საპატრიარქოს წინ და ერთმა ბიჭმა დაინახა, როგორ გადავარდა ერთი გოგონა მტკვარში, თავს იკვავდა. უცბად გაიზრო განსაცმელი და გადახდა მტკვარში ეს ბიჭი. არ იფიქრა, რომ შეიძლებოდა თვითონაც დამსჯელიყო. დაინახა ეს გაჭირებული ადამიანი და მერტმაც უშველა, გადაცურა მთელი მტკვარი, გადაცურა და ხელი მოხიდა უკვე გულ წასულს, გონებად წასულს გოგონას და ამოიყვანა და გადაარჩინა სიკვდილს. აი ეს შემთხვევა ჩვეულებრივი რიგითი ახალგაზრდა, რომელიც დანიშნული ვარია, სექტემბერში უნდა ცალი მოიყვანოს და აი ესეთი გმირობა ჩაიდინა. და ჩვენ დავაჯილდოვეთ ეს ახალგაზრდა ბიჭი და უფროსებმაც მისმა უფროსებმაც დავაჯილდოვეს როგორც. ეს მე მოიყვანა იმისათვის, რომ მას არ უფიქრია ის, რომ მე რა მეშველება, შევძლებ თუ არა გადარჩევას. მისი რწმენა, მისი სურვილი იყო ისეთი მტკიცე, რომ მან ეს გმირობა ჩაიდინა და გადარჩინა ეს გოგონა. ამიტომ როცა განსაცდელი მოდის თქვენთან, არ შეგეშინდეთ. როცა განსაცდელი მოდის ჩვენთან,
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე ახლოს ჩვენთან არის უფალი ჩვენს ბერძნითაა. გახსოვთ, წმინდა გიორგი სისხლით იცლებოდა წამებისაგან და მას მოესმა ხმა უფლისა. ნუ გეშინიან გიორგი, მე შენთანა ვარ. აი ეს წყალობა მოგვცეს უფალმა, ეს სიახლოვე მოგვცეს ღმერთმა, უფალთან, ღმერთთან და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ხედავთ მრავალ განსაცდელს დაეცნენ მარცხენა შესათავსებლად და ბევრეული მარჯვენა შესაძლებლად, ხოლო შენ არა მიგიახდი. აი ეს 90 ფსალმუნი ჩვენ უნდა ხშირად წავიკითხოთ და ასევე 50 ფსალმუნი. დალოცვილი იყავით და გახარებული იყავით. ღმერთმა არ გაგიჭიროთ არადროს და გაჭირების ჯავს მოგცეთ ხელი შეწევისა. ჩვენ ამას ვგრძნობთ მუდამ. თითქოს ჩვენი ხელი უჭირავს უფალს და მივყავართ სასოფლოში და ჩვენ ვაგობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არის ღმერთი. მars დაიყოს